გარემოვაჭრები დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლების თავის ტკივილია. 90-იან წლებში დამკვიდრებული ტრადიცია დღემდე ითვლება ოჯახის რჩენის ერთ-ერთ საშუალებად. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ პრეზიდენტ გადაფარებული და ხის დახლები უკეთესი ხარისხის დახლებად შეიცვალა. შეიცვალა პროდუქტის დასახელებაც და ხარისხიც. ქუჩაში ვაჭრობას ადამიანების უმეტესობა გაჭირვების გამო იწყებს. ამისთვის თავდაპირველად ცოტა ფულის დაგროვებაა საჭირო, რომ პროდუქტი საბითუმო ფასად იყიდო. დანარჩენი ინერციით ხდება, ფული ბრუნავს და ყოველდღურად მცირე სახარჯო თანხას ტოვებს. პროდუქტთან ერთად ქუჩაში სხვადასხვა ნივთებს შევხვდებით. მოქალაქეები ქუჩაში მოვაჭრებს უმეტესწილად იმის გამო ეტანებიან, რომ იქ ყველაფერი შედარებით იაფია. თუმცა მოქალაქეები მერის გადაწყვეტილებას ერთადად ეთანხმებიან. Ნამდვილად მივესალმებით, იმიტომ რომ ქალაქში სუფთად გავლას ასიამოვნოა, მართალია გარემოვაჭრებით ცოდვები არიან, მაგრამ დედაქალაქი უნდა იყოს სუფთა და ლამაზი. ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ ცუდია. საბუთი ეგ არის, რომ ერთი ადგილი იყო ისე, რომ ადამიანი ვერ გაივლდა, ვერ გამოვიდა. კარგი მაგ მხრივ არის, რომ ეს ხალხი აღარ არიან, მაგრამ მეორე მხრივ ოჯახებს არჩენდა ეს ხალხი. ეს ორი ვარიანტია და ეგ არის პრობლემა. თბილისის მერიამ წინამორბედი ხელისუფლების კვალდაკვალ ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა, რომ გარემოვაჭრეებს ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ. 19 მარტს მერიამ მოვაჭრეები მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიიდან, უფრო გვიან კი კოლმეურნეობის მოედნიდან გაიყვანა. თუმცა ამ ღონისძიებებს უკმაყოფილების და ხვაურის გარეშე არ ჩაუვლია. მე ამ ბეტონიდან ვიჩენ. შენ აწყობილი გაქვს ხოვრი. მე რა გავაკეთო 42 წლისგან ახად არ მიღებდი და მალან ხომჯარ. პულის ფულს მაქედან შოულობთ, დასაქმებული არავინ არა, ყველაფერი ბანკები აქვს ხალხს. კომუნალურები გადასახადი ერთმანეთს ზოგს ავანტყოფი ყავს სახში, ზოგს თოთობოვში ყავს, აბა საათ ისეთ იმას ადგილებს გვანიშნებენ და მიგვიჩნენ სადაც რეალიზაცია არ იქნება და მდგევართ ასე ხან ზოგი მალულად ხან რაფერ და ხან რამე რომ მაწონი და პაპერსი მაინც უყიდოთ ბავშვებს არავითარ შემთხვევაში არავინ არ ეთანხმება ქუჩაში ვინც იდგა ყველა გაჭირვებული დგას დედ შეთავაზება გვაქვს ასეთი რომ თითოეულ მოვაჭრეს სადაც არის 16 და 21 ლარები გადასახადები და კიდე დამატებით გადასახადები ამ ყველაფერზე პასუხისგებლობას ვიღებ მე მაქვს ალტერნატიული ფართი მეტროსთან ახლოს გვერდე 20 მეტრით ახლოს და შემიძლია რომ 5 ლარის ფორმალური სახით მივცეთ 5 ლარი ექნება თითოეულ მანქანას გადასახადი 1 წლის განმავლობაში და მომავალშიც კი პირდებით კი ბატონო მომავალშიც პირდებით რომ 10 ლარს არ აღემატება არანაირი გადასახადი შეფერხება გადაადგილებისას, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხელშეშლა, ანტისანიტარია, მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობების დაუცველობა, გაურკვეველი წარმოშობის პროდუქციის გაყიდვა, ქალაქში არსებული ტურისტული ზონების და თბილისის იერსახის დამახინჯება. ეს ის ჩამონათვალია, რის გამოც მერიამ გარევაჭრობის აღსაკვეთად ნაბიჯების გადატყმა დაიწყო. ეს ერთჯერადი აქცია არ არის. მერია ანალოგიური სახის ღონისძიებების გატარებას მომავალშიც აპირებს და ცენტრალური უბნების შემდგომ სავარაუდოდ პერიფერიების რიგიც დადგება.